საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ორ მატჩიანი დაპირისპირება აქვს სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ჩვენი მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარა, ჩვენ მაინც ფავორიტებად ვითვლებით, რადგან კვარას გარდა საქართველოს სხვა გოლიადორებიც ყავს. სწორედ ამ ნოტაზე მოდით გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ტოპ 10 ბომბარდირი. მანამდე კი ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ. მე-10 ადგილზე 10 გოლით ყავს ჯაბა კანკავა, საქართველოს ნაკრების უდაო ლეგენდა და კაპიტანი. მან ქართულ გულშემატკივრას თავი შეაყვარა თავისი თავდადებით, დაუღალავი შრომით მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. და რაც მთავარია, მშვიდი და აუღელვებელი თამაშით. იგი თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა დინამო თბილისი, რეიმსი და სლოვან ბრატისლავა. ჯაბა საკლუბო დონეზე დაუგროვდა 386 შეხვედრა და 13 გოლი. თუმცა ჩვენთვის უფრო საინტერესო მისი სანაკრებო მიღწევებია. ჯაბამ საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა საფეხური გაიარა. 2002 წელს U17 წევრობიდან 2005 წელს ძირითად ნაკრებში დებიუტამდე და ნაკრების კაპიტნობამდე. ამ უკანასკნელში მან 10 გოლის გატანა მოახერხა. მის სტატისტიკას რო გადავხედავთ, კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ მის დამოკიდებულებას და გავლენას ნაკრებზე. მან საკლუბო დონეზე 386 შეხვედრაში გაიტანა 13 გოლი, ხოლო ნაკრებში 101 შეხვედრაში 10 გოლი. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო და ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან საინტერესო რუბრიკას ვამზადებთ. მე-9 ადგილზე არის გიორგი დემეტრაძე, საქართველოს ნაკრების ფორვარდი, რომელმაც ისეთ კლუბებში მოახერხა თამაში, როგორიცაა დინამო თბილისი, ფეინოორდი, დინამო კიევი, რეალ სოსიედადი და სხვები. ამ უკანასკნელმა 2001 წლის იანვარში 5 მილიონი ევრო გადაიხადა 24 წლის ქართველში, რაც იმ დროისთვის ნამდვილად არ იყო პატარა თანხა. ჯამში მას საკლუბო დონეზე დაუგროვდა 350 შეხვედრა, სადაც გაიტანა 166 გოლი. გიორგი დემეტრაძის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1996 წელს. შემდეგ მან 56 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 12 გოლი, ხოლო კარიერა დაასრულა 2007 წელს. ამის შემდეგ მცირე სკანდალშიც გაიხვა, რაზეც შესაძლოა სხვა ვიდეოებში ვისაუბროთ. მერვე ადგილს კი ლევან კობიაშვილი იკავებს. კობიაშვილის კარიერაში ბევრი კლუბი არ ყოფილა, თუმცა იგი უდაოდ ითვლება ისეთი დიდი კლუბების მნიშვნელოვან ფეხბურთელად, როგორებიცაა შალკე, სადაც მან 168 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა და ჰერტა 101 შეხვედრაში 7 გოლი. საერთოდ ჯამში მას საკლუბო დონეზე ჩატარებული აქვს 523 შეხვედრა და გაიტანა 54 გოლი. ფეხბურთელმა მაქსიმალურ სატრანსფერო ღირებულებას მიაღწია 2005 წელს. ამ დროს მისი ფასი შეადგინა 7,5 მილიონ ევროს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი შედგა 1996 წელს 19 წლის ასაკში. შემდეგ ჩაატარა 100 შეხვედრა და გაიტანა 12 გოლი. მათ შორის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი საკულტო და უკანასკნელი გოლი ხორვატიის ნაკრების კარში, რის შემდეგაც ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ალბათ ყველას გახსოვთ ეს ემოციები და გაგიჟებული კომენტატორი. გოლ! საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 1 გოლი გოლ! ხორვატებს გაუტანეს ბოლო წუთზე 1 გოლი! მე-7 ადგილზე 13 გოლით არის ვაკო ყაზაიშვილი. მან არაერთ კლუბში ითამაშა და ჯამში 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ამ ეტაპისთვის და 82 გოლიც გაიტანა. მისი კლუბებიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ ლეგია, რომლის შემადგენლობაშიც მან ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო დებიუტი, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, მან მაქსიმუმს 2016 წელს მიაღწია და 3 მილიონ ევროს შეადგენდა. მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2014 წელს და 63 შეხვედრაში გაიტანა 13 გოლი, თუმცა რაიმე დასამახსოვრებელი მომენტი მას ნაკრებში არ შემოუთავაზებია. ისევ 13 გოლით არის თორნიკე ოქრიაშვილი. შემტევმა ნახევარმცველმა კარიერის ძირითადი ნაწილი უკრაინაში გაატარა და ჯამში საკლუბო დონეზე 212 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა არაერთ კლუბში ითამაშა, საერთოდ ჯამში მასში გადახდილია 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი, რადგან იგი ძირითადად ან თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდიოდა, ან იჯარით, ხოლო მისი მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება 2014 წელს 2 მილიონ ევროს შეადგენდა. სანაკრებო მაისურით მან ჩაატარა 50 შეხვედრა და გაიტანა 13 გოლი. ანუ საშუალოდ იგი ყოველ მე-4 შეხვედრაში იტანა გოლს, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. მისი დებიუტი 2010 წელს შედგა სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში. გარდა მისი არასტაბილური ხასიათისა, მან რაიმე დასამახსოვრებელი ნაკრების მაისურით ვერ შემოგთავაზა.
ფეხბურთელს ხსნის ალექსანდრე იაშვილი. როგორც კობიაშვილმა, იაშვილმაც ქართული ფეხბურთი ბუნდესლიგის მოედნებზე ასახელა. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანიაში გაატარა. კერძოდ კი ფრაიბურგში 255 შეხვედრა, კალსრუეში 151 შეხვედრა და ბოხუმში 28 შეხვედრა, სადაც საერთო ჯამში 75 გოლი შეაგდო. საბოლოოდ მან კარიერა 2016 წელს დინამო თბილისში დაასრულა, სადაც თავის დროზე მან 93 წელს დაიწყო პროფესიონალურ დონეზე თამაში. ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 98 წელს და ამის შემდეგ მან ჩაატარა 67 შეხვედრა და გაიტანა 15 გოლი. თუმცა 2011 წელს ის ქეთვაიას გეგმებში აღარ შედიოდა, შესაბამისად მოუწია სანაკრებო კარიერის დასრულება. იმედია სულ რაღაც რამოდენიმე დღით ჩვენი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. ალბათ კვარას კარიერა მთელმა საქართველოს ზეპირად იცის და ყველა თვალს ადევნებს მის შედეგებს და წარმატებას. თუმცა ეს იმდენად სასიხარულო რამ არის, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ 24 წლის შემტევმა უკვე მოირგო ისეთი დიდი კლუბების მაისურები, როგორებიცაა ნაპოლი და პესეჟე. ასევე შეგახსენებთ, რომ კვარამ ნაპოლის სკუდეტო მოაგებინა და 85 შეხვედრაში მას აქვს 30 გოლი და 29 ასისტი. ამის შემდეგ პესეჟემ მასში ტრანსფერმარკტის მიხედვით 70 მილიონი ევრო გადაიხადა. რაც შეეხება ხვიჩას სანაკრებო კარიერას, შეიძლება ითქვას, რომ პირველად მისმა ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების მაისურით გაიბწყინა, რადგან სწორედ ჩვენს ნაკრებში შემოგთავაზა არაერთი პერფორმანსი და გოლი. ნაკრებში კვარას დებიუტი შედგა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო პირველი გოლი შეაგდო 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რითიც ფრე მოგვიტანა. ამ ეტაპზე მას აქვს ნაკრებში ჩატარებული 40 შეხვედრა და გატანილი აქვს 17 გოლი. საქართველოს ნაკრების ლეგენდა თემურ ქეცბაია. ის არის იმ იშვიათ ქართულ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც პრემიერლიგაში მოახერხეს თამაში. კერძოდ კი მან ნიუკასლის მაისურით 78 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანაც მოახერხა. მათ შორის საკმაოდ დასამახსოვრებელი გოლია, როცა სარეკლამო ბანერი დაამსხვრია. ამის შემდეგ ვულფსში გადავიდა. საბოლოო ჯამში მან კარიერაში 487 შეხვედრა ჩაატარა და მისი პოზიციისთვის საკმაოდ მაღალი შედეგენობას აჩვენა 139 გოლი. ახალგაზრდა თაობას ქეცბა ძირითადად მწვრთნელის რანგში გვახსოვს, თუმცა ის ბევრად შთამბეჭდავი იყო როგორც ფეხბურთელი. მან სანაკრებო კარიერა დაიწყო 1993 წელს, ხოლო დაასრულა 2003 წელს. ჯამში ჩაატარა 52 შეხვედრა და გაიტანა 17 გოლი. ბომბარდირი, რადგან მას ეს უყვარს. მოკლედ, მეოთხე ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე. მისი კარიერა შეიძლება ითქვას, რომ ზენიტშია, რადგან საფრანგეთის ერთ-ერთ გრანდში თამაშობს და საკმაოდ წარმატებულად და მხოლოდ წარმატება გვინდა უსურვოთ. ეროვნებით ქართველი გიორგი ლიონში დაიბადა, სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო და სწორედ აქ იწყება ყველასთვის საყვარელი ისტორია, როცა ის მისმა საყვარელმა კლუბმა გაუშვა. თუმცა გიორგი ყველას და მათ შორის ლიონის ბოსებსაც დაუმტკიცა, თუ რა შეეძლო და მეცში გამოიჩინა თავი, სადაც პირველ გუნდში 25 გოლი გაიტანა. აიაქსის წარუმატებელი პერიოდის შემდეგ საბოლოოდ დაარწმუნა ლიონის ბოსები მის შესაძლებლობაში და 20 მილიონი ევრო სანაცვლოდ იგი ბავშვობის კლუბს დაუბრუნდა. ტრანსფერმარკტის მონაცემებით გიორგის მაქსიმალური ფასი ამ დროისთვის 18 მილიონი ევრო იყო, თუმცა ლიონს მეტის გადახდა მოუწია, რაც ფეხბურთელის მაღალ დონეზე მეტყველებს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, თავდაპირველად მას არჩევანის გაკეთება მოუწია საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებებს შორის, თუმცა ყველამ ვიცით, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ 2021 წლის 25 მარტს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრებში შვედეთის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის ალბათ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ტაილანდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც პოკერი შეასრულა. მოკლედ გიოს ამ დროისთვის ნაკრებში ჩატარებული აქვს 35 შეხვედრა და გაიტანა 16 გოლი, რაც საშუალოდ 2.1-ს ნიშნავს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. პირველ ადგილამდე გვინდა გავხსენოთ სამი ფეხბურთელი, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაუთმოთ ჩვენი ყურადღება. პირველი ეს არის გიორგი ქინქლაძე 8 გოლით, რომლის ნიჭიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტოპში და არა მარტო ამ ტოპში შეეძლო პირველი ადგილის დაკავება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ჩაკვეტაძე 9 გოლით და ბუდუ ზივზივაძე 8 გოლით. ბუდუს ხსენებაზე ყველას ახსენდება ბრძოლა და თავდადება და იმედი გვაქვს, რომ ორივე ძალიან მალე ამ ათეულში დაიკავებს ადგილს. და საპატიო პირველი ადგილი, რომელსაც იკავებს შოთა არველაძე. ის საკმაოდ დიდი ფორით უსწრებს მეორე და მესამე ადგილოსნებს. ყველასათვის საყვარელმა ქართველმა ფორვარდმა თავი აიაქსში და რეინჯერსში თამაშით დაგვამახსოვრა. ამ ორ კლუბში ჯამში 191 შეხვედრა ჩაატარა და 116 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით 2004 წელს იყო 6 მილიონი ევრო,
მოკლედ, საკლუბო დონეზე შოთას 426 შეხვედრა დაუგროვდა და 258 გოლი გაიტანა, რაც ტოპ ბომბარდირის შედეგია. რაც შეეხება მის ტიტულებს, ის სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი და ერთხელ თურქეთის და ასევე თურქეთში მან შეძლო ბომბარდირის ჯილდოს აღება. აიაქსის შემადგენლობაში შეძლო ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება და ორჯერ თასის აღებაც. და ბოლოს, რეინჯერსის შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგო თასი და ჩემპიონატი. მოკლედ, დიდებული ფეხბურთელი დიდებული კარიერით. შოთამ საქართველოს ნაკრების მაისური მოირგო 1992 წელს და 2007 წლამდე ხირცეულად ატარებდა. ჯამში საქართველოს ნაკრებში მან ჩაატარა 61 შეხვედრა და საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდული 26 გოლი გაიტანა. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რა თემატიკა გაინტერესებთ შემდეგი ვიდეოსთვის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. შეხვედრამდე.